გამარჯობა, გილოცავ ჩობა ახალწელს. ეს ვიდეო მიუძღვენით საიდუმლო სერების მენიუს. ვეცადეთ აღვედგინა ქრისტეს ჯვარცმის ეპოქის კერძებისა და საკვებ პროდუქტების დასახელება, რომლებსაც მოიხმარდნენ იერუსალიმის მოქალაქეები პასექის დღესასწაულზე და სავარაუდოდ შესაძლოა რომ წარმოდგენილი იყო აღნიშნულ სუფრას. შემდეგ ვიდეოში კი ისევ გავაგრძელებთ ჩვენს მიერ გაშიფრული ბაშკნების ფილის ტექსტის შესახებ საუბარს. ახლა კი დავიწყოთ საიდუმლო სერობის სუფრის შემადგენლობის ანუ მენიუს შესახებ საუბარი. როგორც იცით, ჩვენს მიერ გაშიფრული სვეტიცხოვლის წრიული ფრესკის მიხედვით, რაზეც გვაქვს ვიდეოები ჩაწერილი და გთხოვთ უყუროთ, ქრისტეს ჯვარცმის თარიღია ახალი წელთაღრიცხვის 27 წლის 7 აპრილი, თანამედროვე კალენდრით, ანუ გაზაფხულის სეზონი, რომლის მიხედვითაც ისიც კი გავითვალისწინეთ თუ რა სახეობის ხილბოსნეული იქნებოდა შემოსული და ადვილად ხელმისაწვდომი იმ ეპოქის ადამიანებისთვის. თვლიან რომ ქრისტე ვეგეტარიანელი იყო, თუმცა ეს საკითხი მუდმივად არის გარკვეული კამათის საგანი, რადგან ებრაული სამგზავრეული ასეთ მოცემულობას არ იცნობს. არ შეგვიძლია გადაჭრით რაიმეს მტკიცება, მაგრამ თუ ძეხვთვისა ხორცს მიირთმევდა, ამაში გასაოცარი ალბათ არაფერი არც იმაში, რომ შესაძლოა ვეგეტარიანელი გახდა. საიდუმლო სერობის მენიუს დადგენისთვის გავეცანით ძალიან ვრცელ და მრავალფეროვან ისტორიულ მასალასა და ბიბლიურ ცნობებს უცხოელ მეცნიერთა შრომებსაც ამ საკითხებთან მიმართებით, თუმცა მათ გათვალისწინებული არ აქვთ გაზაფხულის სეზონისთვის დამახასიათებელი მცენარეული საკვები და მათ მიერ შედგენილ მენიუში წარმოდგენილია ისეთი ხილი, რომელთა შემოსვლისა და მწიფობის პერიოდები სხვა სეზონებია. ამიტომ ჩვენი შედგენილი საიდუმლო სერობის მენიუ არის არგუმენტირებულად დასაბუთებული, რაზეც საუბრის პროცესშიც მოვახდენთ განმარტებას. ამასთან ზოგიერთ მენიუში შეტანილია ისეთი კერძები, რომლებსაც პასექისთვის არ მოიხმარდნენ, არ აკეთებდნენ, მაგალითად ჩოლენთი, რომელიც მოგონილია სავარაუდოდ საფრანგეთში. ეს კერძი პირველად ახალი წელთაღრიცხვის მე-12 საუკუნეში მოიხსენიება, ანუ ის ვერ იქნებოდა წარმოდგენილი ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში საიდუმლო სერობის სუფრაზე, თანაც მას ძირითადად შაბათ დღეს მიირთმევენ. ასევე ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ მენიუში არ იქნებოდა წყლის ხორცი, რაც ჩვენი აზრით არასწორი შეხედულებაა, გამომდინარე იქიდან, რომ გამოსვლათა წიგნში პირდაპირ არის მითითებული წყლის ხორცი, რომელიც უნდა ეჭამა მოსეს ხალხს, ვიდრე დაიწყებდნენ გამოსვლას ეგვიპტიდან. ისედაც პასექი ხომ ამ დღისადმი მიძღვნილი დღესასწაულია, შეხსენება მომავალი თაობისთვის იმისა, თუ როგორ და რა პირობებში მოუხდა მოსეს და მის ხალხს ეგვიპტიდან გამოსვლა, თანაც ნაჩქარევად. სწორედ ამგვარი მცირე და დიდი ნიუანსების გათვალისწინებით ჩვენ შევადგინეთ საიდუმლო სერობის მენიუ და გამოვიცხეთ საეჭვო საკვები. საიდუმლო სერობის მენიუ. დავიწყოთ იმით, რაც მოცემულია მათეს სახარებაში. ღვინო, მე გეუბნებით, ამიერიდან აღარ შევსვამ ამ ვაზის დაყოფისაგან იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სასუფეველში. მათე 26-29. ასევე და როცა ჭამდნენ ისინი, აიღო პური ესონ და აკურთხა, გატეხა მისა მოწაფეებს და უთხრა, მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი ხორცი, აიღო სასმისი და აკურთხა, მისამათ და თქვა, ამით სვით ყველამ, ეს არის ჩემი სისხლი, ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დამთხეული ცოდვათა მისატევებლად. მათე 26-28. ანუ ჩვენი აზრით ეს უნდა ყოფილიყო წითელი, შავი ღვინო. შემდეგი საკვები არის პური, ანუ მაცა, ხმიადი გატეხავო. პასექის დღესასწაულზე უმარილოდ და უსაფუძვლოდ ხორბლის, ფქვილისა და წყლისაგან მომზადებული თხელი ხმელი პური. შემდეგი ცხვრის ბატკნის ხორცი. იმავე ღამეს ჭამონ ცეცხლზე შემწვარი ხორცი და ხმიადი, მწარე ბალახი შეატანონ. ნუ შეჭამთ ნახევრად შემწვარს ან წყალში მოხარშობს, მხოლოდ ცეცხლზე შემწვარი ჭამეთ. თავფეხიანად და შიგნეულიანად. წიგნი გამოსვლათა 12-8-9.
აქ აღსანიშნავია ორი გარემოება გამოსვლის წიგნისა და მეორე ჯულის ცნობებს შორის არსებული თავისებურება. პირველი განსხვავება ის არის, რომ გამოსვლის წიგნში ცხვარი, რომლის შეწირვაც შეიძლებოდა ცხვრის ან თხის ფარიდან ერთადერთი მისაღები მსხვერპლი იყო. გამოსვლათა წიგნი 30-12-3-6, ანუ ამ შემთხვევაში მხოლოდ ფარაზეა საუბარი, თუმცა მეორე ჯულში მსხვერპლშეწირვა გაფართოებულია, მოიცავს ნახშირში შერჩეულ ცხოველებს. ნახშირში მიგულისხმება როგორც ერთი მსხვილფეხა პირუტყვი, ამიტომ მეორე ჯულში ბოდიში მსხვერპლშეწირვა მოიცავს ხარებს, სხვარსაც და თხებს. მეორე ჯული 15-19, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ავიღეთ ცხვარი ბატკანი იმ დაშვებით, რომ გავითვალისწინეთ მოწაფეთა სოციალური სტატუსი, თანაც ზემოთ წარმოდგენილი ციტატა გამოსვლიდან გამეორდეთ 12-8-9 პირდაპირ მიუთითებს ცეცხლზე შემწვარ ცხვარზე. ესე იგი ცხვრის ანუ ბატკნის ხორცს უნდა იყოს ცეცხლზე კარგად შემწვარი. ნახევრად შემწვარი ან და წყალში მოხარშული არ შეიძლებაო, ანუ არავითარი ეგრეთ წოდებული ჩაბასრულმებული ან სხვადასხვა სუნელებით შეზავებული. შეგიძლიათ შეწვა ჩამბურზე ან გრილზე. ამავე ციტატაში ნახსენებია მწარე ბალახი. მას შესაძლებლად დღეს მდგომარეობით ერთგვაროვანი მიდგომა არ არსებობს, თუმცა დაზუსტებით შეგვიძლია რამოდენიმე მათგანის დასახელება ბიბლიის მიხედვით. ორთოდოქსი მორწმუნეები ამბობენ, რომ პასექზე ცხვრის ხორცთან ერთად აუცილებელია 5 სხვადასხვა სახეობის მწარე წვანილის ანუ მწარე ბალახის მირთმევანი. ესენია ვარდკაჭკაჭა, ენდრივი, ჟაუნა, სალათის ფურცელი და პიტნა. თუმცა ზოგიერთი თეოლოგი ამტკიცებს, რომ გამოსვლათა წიგნში და რიცხვში მოხსენებული მწარე მწვანილი მხოლოდ პიტნა. ჩვენც ამ მონაცემს ვემხრობით, რადგან გამოსვლაში ეს ცნობა, როგორც ზემოთაც მოგახსენეთ, ამგვარად არის გადმოცემული. იმავე ღამეს შეჭამონ ცეცხლზე შემწვარი ხორცი და ხმიადი მწარე ბალახი შეატანონ. გამოსვლათა 12-8. აქ საუბარია მხოლობით რიცხვში, ანუ მწარე ბალახი და არა ბალახები შეატანონო, რაც სავარაუდოდ მხოლოდ გაზაფხულზე აბიბინებულ ახალ პიტნას გულისხმობს. თუმცა ჩვენ დავუშვით ასევე სალათის მწვანე ფურცლებიც. მაშასანდაზე ჯერხანად გვაქვს საიდუმლო სერობის მენუის შემდეგი შემადგენლობა: ღვინო, ყურძნის, წითელი, მაცა, ხორბლის უსაფუარო, უმარილო ქვილი და წყალი. შემწვარი ცხვარი, ბატკანი, პიტნა, მწვანე სალათი. შემდეგ კერძად ავიღეთ თევზი. მენიუში შევიტანეთ იმის გამო, რომ იმ ეპოქისთვის მიღებული საკვები იყო. ამასთან აიღო პურები იესომ მადლის შეწირა და ჩამოურიგა მოწაფეებს. მოწაფეებმა კი იქ მსხდომთ. ასევე თევზიც, ვისაც რამდენი უნდოდა. იოანეს სახარება 6:11. ეს საუბარია 5000 კაცი, რომ დააპურეს 5 პურით და თევზით. თანამედროვე დროში იყენებენ ეგრეთ წოდებულ გეფილტე თევზს, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს ფარშირებულ თევზს, თუმცა ითვლება, რომ პასექის სადღესასწაულო სუფრაზე იგი გერმანიიდან შევიდა ახალი წელთაღრიცხვის მე-14 საუკუნეში, ამიტომ ფარშირებული თევზის გამოვრიცხეთ. ბოდიში ჩვენ წარმოგიდგენთ მდინარე იორდანესა და გალილეის ზღვის საღარებისეულ ზოგიერთ თევზის დასახელებას, რომელთა ანალოგიური სახეობები შეგიძლიათ საქართველოშიც მოიპოვოთ. იორდანეს წვერა, იორდანეს ყავისფერი კალმახი, ზღვის კაპარჭინა, წითელი კეფალი, სარდინი ევროპული, გალილეის ზღვის ჩვეულებრივი კობრი. ანუ შეგიძლიათ გამოიყენოთ თანამედროვე საქართველოში ხელმისაწვდომი თევზის შემდეგი სახეობები: მდინარის წვერა, ეგრეთ წოდებული ამერიკული კალმახი, ჩვეულებრივი კობრი, პალიასტომის კეფალი და სარდი. ქრისტესა და მის მოწაფეებს პასექის სუფრაზე ავსეშე შესაძლოა, რომ ჰქონოდათ ქათმის წვნიანი ან მოხარშული ქათამი და ბულიონი. თუმცა ზოგიერთი თეოლოგი ვარაუდობს პარკოსანთა რაგუსაც. სავარაუდოდ იყო პარკოსნების რაგუ, ანუ ეგრეთ წოდებული ჩაშუშული, ოსპი, მუხუდო, მინდვრის ფარდა და ლობიო. ქათმის წვნიანის, ბულიონის და პარკოსნების რაგუს მომზადება არ არის რთული. ასევე გაზაფხულზე იქნებოდა ახალი ნიორის, ხახვისა და
პრასის ფოთლებით, რაც იმ ეპოქის იერუსალიმის მოქალაქეების ძირითადი საკვებიც იყო, როგორც უმად, ასევე თერმულად დამუშავებული. შემდეგი ხილია. ალბათ გაზაფხულის სეზონის გამო ნაკლებ სავარაუდოა მათ სუფრაზე წარმოდგენა ცოცხალის სახით. შესაძლოა იყო დამწნილებული ზეთისხილი, თუმცა ხილი ასევე იხარშებოდა სქელ ტკბილ სიროფად, რომელსაც ბიბლიაში დვაშს თაფს უწოდებენ. ყურძენს, ლეღვს, ფინიქსსა და გოგრას ასევე აშრობდნენ და ინახავდნენ, ამცობდნენ ძაბზე. ძირითადად ასე ჩირს მოიხმარდნენ მოგზაურობისა და გრძელი ლაშქრობების დროს. ამიტომ ხილის მრავალფეროვანი საიდუმლო სერობის სუფრა ალბათ არ გამოირჩეოდა, თუმცა შეგიძლიათ ყურძნის, ესე იგი ქიშმიში, დამწნილებული ზეთისხილი ან ლეღვის მურაბა, ფინიკი გამომშრალი აიღოთ და წარმოადგინოთ სუფრაზე. მაშასადამი საბოლოო მენიუ საიდუმლო სერობისა ასეთია: ღვინო, ყურძნის წითელი, მაცა ხორბლის ფქვილისა და წყლისაგან გამომწვარი უსაფუარო პური, ცხვარი ბატკანი ცეცხლზე შემწვარი, გრილი, შამფური, პიტნა, მწვანე სალათი, თევზი შემწვარი, ანდაც მოხარშული, იორდანეს წვერა, იორდანეს ყავისფერი კალმახი, ზღვის კაპარჭინა, წითელი კეფალი, სარდინი ევროპული, გალილეის ზღვის ჩვეულებრივი კობრი, ანუ საქართველოს შემთხვევაში მდინარის წვერა, ეგრეთ წოდებული ამერიკული კალმახი. შეგახსენებთ, რომ მდინარის წიწკლა კალმახი შეტანილია წითელ წილკში და გამოიყენებთ. ზღვის კაპარჭინა, პალიასტომის კეფალი, ევროპული სარდინი და კობრი. პარკოსნების რაგუ, ოსპი, მუხუდო, მინდვრის ბარდა, ლობიო, ქათამი, მოხარშული ბულიონი, ბოსნეული, თოთონიორი, ხახვი, პრასი, ხილი, ქიშმიში, დამწნილებული ზეთისხილი, ლეღვის მურაბა, ფინიკი. აქ არის ეს პატარა შენიშვნა. აუცილებელია წითელი ღვინო, უფუარი პური, ცხვრის ხორცი, ბატკანი, ცეცხლზე შემწვარი და პიტნა. ხოლო ამ მენიუს დანარჩენი კერძები შეგიძლიათ სრულად ან ნაწილობრივ მოამზადოთ და წარმოადგინოთ სუფრაზე. ამ მენიუთი თქვენ შეძლებთ ერთგვარად წარმოედგინოთ ახალი წელთაღრიცხვის 27 წლის 7 აპრილის ის დღე, როცა იესომ და მისმა მოწაფეებმა გამართეს საიდუმლო სერობა და თქვენს შეუერთდეთ ამ სუფრას სიმბოლურად. ჩვენთვის, როგორც ქრისტიანებისთვის, ამ მენიუს შედგენა საინტერესო იყო და ამასთან სევდიანიც, იმის გამო, რომ იმ სუფრაზე იჯდა იუდაც. ამით დავასრულო. თხოვთ უყუროთ ჩვენს არხს, გამოიწეროთ არხი და მოგწეროთ კომენტარები. ჩვენ კი ვეცდებით საინტერესო კვლევის ჩაწერას და წარმოდგენას. მადლობა.